შეგვეცვალოს უყურე. რამდენიმე დღის წინათ ერთმა ქრისტიანმა მითხრა, მოძღვარმა გითხაო, რა შეგძინათ ამ მარხვა? მე უპასუხეო, რომ დიდი ერთიანობის გრძნობა. მან პასუხად მითხრა, რომ ყოველ დროებითია. საინტერესოა, ორივე პასუხი საინტერესოა, იმიტომ რომ თუმეტე ჩვენ ახლა მოქცეული ვართ ზობასა და აღდგომას შორის. და გვაქვს ჩვენ 2000 წლის წინანდელი ამბავი, ოსანას მაყურებელი ხალხი და დახეველი ხალხი ჯვარს აცუს გაზახოდა. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ზობას თავისი დიდი მისტიკური და სულიერი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ქონდა აქ და იქნება ყოველთვის. ჩვენც არის რამდენიმე დღის წინათ აი ამ მარხვაში გვეწვია ის, რასაც აქვია დიდი ნაღველი, გავქროვა დიდმა პატრიარქმა და დიდი ნაღველთან ერთად დიდი ერთობა მოგვიტანა. მოგვიტანა ყველამ დავინახეთ. არა მარტო დავინახეთ, ყველამ მიუძნო, ყველა ქართველმა იგრძნო ეს. და მადლობა ღმერთს, რა ერთობაა, სწორედაც ქრისტე ჯვარცმული, ამაღლებული, აერთიანებს ქვეყნიერებას. აი ამ ტანჯვის, ამ ნაღველის, ასად კაცობრიობა ერთიანდება ეკლესიაში და 2000 წელია არსებობს დედა ეკლესია, ერთობა, სიყვარული და ჩვენ სწორედაც ამ მარხვაში ღმერთმა იმ ნაღველთან ერთად, რასაც გვია დიდი პატრიარქის გასვლა ამ ქვეყანაზე გვაჩვენა და დაგვანახა და მოგცა აი სწორედაც ქრისტიანობის დიდი დღესასწაული, რასაც ქვია ერთობის დიდი მადლი. ამინ.